ბევრმა მეგობარმა ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა და ეს არქივი ყველა თანაბარობლებიანი მოიცოდა სტუდენტ არაბთანაბარობლებაში შეხედა. ყველას თანაბრად უნდა ქონდეს შესაძლებლობა შესულიყო საიტზე, დარეგისტრირებულიყო და დღეს ვაპროტესტებთ სტუდენტური დასაქმების საიტის გამომართაობას, რადგან სტუდენტებს არ ჰქონდათ თანაბარი საშუალება შესულიყო საიტზე და დაინერგებინათ თავიანთი თავი. და ეს ყველა დაუშვებელია ჩვენ მოგვართეს თხოვნით და გვაცნობეს სტუდენტებმა, რომ სტუდენტური თვითმმართველობები წინასწარ არეგისტრირებდნენ სტუდენტებს და უკვე განათლების სამინისტროში აგზავნებდნენ სიებს. ჩვენ ამ ყოველივეზე მივიღეთ შესაბამისი ზომები, განცხადება დავწერეთ განათლების სამინისტროში ბატონ დიმიტრი შაშკინის სახელზე და ვთხოვეთ შესაბამისი რეაგირება მოახდინა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია, რადგან როგორც მე ვიცი 30 დღე აქვს დრო პასუხი გავქცეს და ველოდებით პასუხს. ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა სტუდენტი თანაბარუფლებიანი უნდა იყოს და არ უნდა ხდებოდეს ესეთი რაღაც, რომ ყველას უნდა შეძლებოდა თანაბრად რეგისტრაციის გავლა და არ უნდა ყოფილიყო ასეთი მასშტაბით ტექნიკური ხარვეზი, როგორც მოხდა ეს გუშინ. ბატონო, არ უკავშირებთ რამენაირად გამოცემა საარჩევნო კამპანიას ხელისუფლების, რომ ის ხალხი სტუდენტები, რომლებიც არ არიან აქტიურები როგორც წესი არჩევნებზე, 25,000 კაცი იყოს გააქტიურებული, 500 ლარ გადახდი და ასე შემდეგ. არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ მომავალშიც იქნება ესეთი მსგავსი დასაქმება, სტუდენტთა დასაქმება და ვერ მიგვია პოლიტიკურმა რაც უნდა ჩვენ უფლებებს ვიცავთ. გასაგებია რომ 25,000 უნდა დარეგისტრირდეს, კი ბატონო, მაგრამ ხარვეზი არ უნდა იყოს ტექნიკური. მე როდესაც ვჯდები, მე უნდა შემეძლოს შესვლა იქ. შეიძლება მე უარი მეთქვას, იქ თუნდაც კრიტერიუმები არ არის დასახელებული, რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს სტუდენტების შერჩევა, თუნდაც. თავად ამ პროგრამაზე რა სიტყვით, რამდენად ეფექტურია ეს პროგრამა და არის თუ არა სინამდვილეში სტუდენტური დასაქმების მექანიზმი? გავს განცხადებას ვერ გავაკეთებ, უბრალოდ უფლება არ მაქვს პოლიტიკურ განცხადებად გამომივა. მე უშუალოდ უფლებებზე შემიძლია ვისაურო, რომ აქ დაირღვა სტუდენტის ის უფლება, რომ არ ქონდა შესაძლებლობა ყველა სტუდენტს თანაბრად გაევლო რეგისტრაცია და ვერ შედიოდნენ საიტზე. საარჩევნო პერიოდს რამდენად უკავშირებთ ამ პროგრამას? წინა საარჩევნო პერიოდს ჩვენ საერთოდ არ ვიხებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ როგორც წეგან გამიმეორე სტუდენტთა უფლებების ლიგა, ჩვენ აპოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, ჩვენ პოლიტიკას საერთოდ არ ვიხებით. ჩვენთვის მთავარი არის სტუდენტთა უფლებები იყოს დაცული და პოლიტიკა ჩვენგან სიმართლე რომ ვთქვა შორს.